რომელ თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი? ჩვენთვის ეს კითხვაც კი უხერხულია, როგორ უნდა გადაწყვიტოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ვინც ფიქრობს, რომ დღეს რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი რუსეთისკენ მიგვაქანებს და ჩვენ უნდა შევიდეთ ახლა რაიმე ფორმით არჩევნებში. ერთადერთი არჩევნები, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, დღეს ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც არა ივანიშვილის წესებით ჩატარდება არჩევნები და იმ სუსით, იმ პოლიციით, იმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეგრეთ წოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით, არამედ ჩატარდება დამოუკიდებელ გარემოში, სადაც ადამიანებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ საკუთარი ხმა გარანტირებული კონდეთ, რომ ის იქნება დაცული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ღალატია დღეს ქართველი ხალხის ღალატია, ჩვენი პარტნიორების ღალატია საკუთარი თავების რამე ფორმით დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები თურმე არ აძლევს ლეგიტიმაციას რაღაცას ხელისუფლებას. მე არ ვიცნობ მაგალითად ჩემს გარშემო არც ერთ ადამიანს, რომელმაც შეიძლება რაღაცნაირად ეგ აზრი მაინც გამოთქვას, რომ დღეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რამე ფორმით შეიძლება გაპრავდეს.